გამარჯობა. დღეს უნდა გესაუბროთ სოციალური საწარმოს მართვის სახელმძღვანელოზე. ეს არის სოციალური მეწარმეობის პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც გეხმარებათ დაიწყოთ ნოლიდან სოციალური მეწარმეობის საქმიანობა. რა არის სოციალური მეწარმეობა? ეს არის ის პირველი თავი, რომელიც სახელმძღვანელოში შეგხვდებათ და დაგეხმარებათ, რომ გაიგოთ მისი არსი, პრაქტიკული და თეორიული ნაწილები. სახელმძღვანელო მოიცავს ბევრ პრაქტიკულ რჩევას და პრაქტიკულ მიდგომას. თქვენ გაიგებთ, როგორ შექმნათ ნოლიდან ბიზნეს იდეამდე პირველი ნაბიჯები როგორ გადადგათ. თქვენ გაიგებთ, როგორ მართოთ გუნდი, როგორ გაზომოთ სოციალური ზეგავლენა, როგორ ესაუბროთ ინვესტორებს და მიიღოთ დაფინანსება და სხვა ბევრ პრაქტიკულ თემას შევეხებით. სახელმძღვანელო შექმნილია ინკუბაციის პროგრამის მხარდაჭერად და ნებისმიერ მსურველს გამოგადგებათ პირველი ნაბიჯების გადადგმაში. ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი და დანიის ტოლთა საბჭო არიან ის ორგანიზაციები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს რეგიონში სოციალური ინკუბაციის პროგრამებს და ერთწლიანი პროგრამის ფარგლებში ვემუშავოთ 3 რეგიონს და ვეხმარეთ მათ საკუთარი პირველი საწარმოების შექმნაში. რა არის სოციალური მეწარმეობა? ეს არის ბიზნეს მიდგომებით, ბიზნეს ეფექტურობის ხელსაწყოებით სოციალური ცვლილებებისთვის გადადგმული ნაბიჯები. ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, ეს არის მხოლოდ თავარი მამოძრავებელი, რაც არის სოციალური ცვლილებების მოხდენა. როდესაც შენ ახერხებ სოციალური ცვლილებების მოხდენას, ისე რომ ხარ ფინანსურად მდგრადი და არ ხარ დამოკიდებული მხოლოდ გრანტებზე, ეს არის ის ფორმულა, რომელიც შენ წარმატებას განაპირობებს. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ სახელმძღვანელოში და შემდეგ ვიდეოებში ჩვენ გავშლით თითოეულ თემას და მოგცემთ რჩევებს თუ როგორ გამოიყენოთ ესა და ის პრაქტიკული მიდგომები და მეთოდოლოგიები. მე გიორგი ყანჩავალი ვარ, სოციალური მეწარმეობის ინკუბაციის ტრენერი და ამ სახელმძღვანელოს თანაავტორი.